მოგესალმები რადიო მსმენელებს და ჩვენს მაყურებელს. სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭიტანავა მუშაობს. დღეს ჩვენს კითხვებს ზვიად ხვიტარიძე საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის საკითხებში ექსპერტი უპასუხებს, ასევე გიორგი კოპერიძე, პოლიტოლოგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. ბატონზიად, მოდით თქვენგან დავიწყებ კითხვას, ვინაიდან თქვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვიერთდებით ეთერში. გითხარით, ანუ ჩვენი მთავარი კითხვა, ჩვენი შეხვედრის და გადაცემის არის, თუ რა სურს დონალდ ტრამპს და რა, ესე ვთქვათ, სურს ახალ ადმინისტრაციას. მისი განცხადებები ერთგვარ ბუნდოვანებას იწვევს, სხვადასხვა შეფასებები კეთდება ამ დღეების განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი არის თუ რა შედეგი დაასრულებს მოლაპარაკებების პროცესს უკრაინასთან მიმართებაში და შესაბამისად გვაინტერესებს თქვენგან მის განცხადებებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მის აქცენტებს და გზავნილებს. ადგილობრივი ანალიტიკოსები, იგივე საზოგადოების ნაწილი, როგორ აფასებენ და აღიქვავენ, იგივე ადგილობრივი მედიაც საინტერესოა. კი ბატონო, მე იმ კონექტორიდან გამომდინარე, რაც არის ახლა ამერიკაში შექმნილი, როგორც ანალიტიკურ წრეებში, ასევე ზოგადად სიტუაციურად ადმინისტრაციაში მათ შორის 4 მიმდინარეობას, 4 ჯგუფს გამოყოფთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ოპერირებს ახლა და რომელიც ფაქტიურად, ვთქვათ, ამ მართვის სადავეებში არის ამერიკაში. პირველი ჯგუფი საკმაოდ საინტერესო არის იმ კუთხით, რომ ესენი არიან ეგრეთ წოდებული ტექნო მიმართულება, ანუ ის ტექნოლოგიები და განსაკუთრებით ეს მილიარდელები, როგორც არის მაგალითად მასკი და შესაბამისად ასევე რამოდენიმე მილიარდელი, რომელიც ასევე ვთქვათ ტექნო ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარების შედეგად დააგროვეს მათ კაპიტალი და ასევე რა თქმა უნდა ვენსიც, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ვთქვათ ამ იდეოლოგიას მიეკუთვნება, განსაკუთრებით ამ ვთქვათ ჯგუფს გამოარჩევს არსებობს ესეთი ბლოგერი, თუ ისტორიკოსი, ანალიტიკოსი, მოდი ესე ვთქვათ, რომ იდეოლოგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კურტის იარვინი, რომლის ძირითად ვთქვათ დებულებებს და ძირითად თეზებს 2007-დან ის ავითარებს აზრს ტექნოლოგიური მონარქიის შესახებ და აი ეს ჯგუფი განსაკუთრებით მასკის და ვენსის, ისინი აი ამ კონკრეტულ იდეოლოგიას იქ არის ძალიან ბევრი კონკრეტული მიმართულება, რომელსაც ახლა ამ კონკრეტულ ფორმატში შეგვიძლია ჩავშალოთ, შეგვიძლია მომავალში, მაგრამ ძირითადი ხაზი არის შემდეგი, რომ დემოკრატია თავისი არსი, თავისი ვთქვათ მოქმედება, არსებობა დაასრულას ძალიან სუსტია და შესაბამისად აქ უნდა მიქნეს მიღებული უფრო სწორედ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცენტრალიზაცია და ავტოკრატული, უფრო ეს ვთქვათ, მონარქიული ტიპის ოღონდ ტექნოლოგიური ახალ ტექნოლოგიურ პროგრესის შედეგად არსებულ სიტუაციაში აი ამ ვთქვათ ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა არის მათთვის მისაღები. ეს არის ერთი ჯგუფი. მეორე ჯგუფი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიაშია თვითონ არის ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ ტრამპის პოზიციები დაიცვას და გააძლიეროს. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მე უკვე კონკრეტულად კონგრესში, როგორც სენატში, ასევე თვითონ კონგრესში, ანუ ესე ვთქვათ, პარლამენტში. და არის საკანონმდებლო ორგანოში და არის ასევე რესპუბლიკელებში მესამე მიმართულება, რომელიც ეგრეთ წოდებული hardcore ამერიკელები, მავრიკების ჯგუფი, რომლებიც რა თქმა უნდა თავისი კონკრეტული პრინციპებით ზუსტად იმ აზრის მიმდევრები არიან, რომელიც ადრე იყო და შესაბამისად ეს დაპირისპირება რუსეთსა და საბჭოთა კავშირის შემდგომ რუსეთსა და ამერიკას, საბჭოთა კავშირის ამერიკას და რუსეთს ამერიკას შორის. ისინი ძალიან კარგად იციან, ვინ არის რუსეთი და რას წარმოადგენს და შესაბამისად მათ თავისი პრინციპები ჯერ კიდევ აქვთ და თუმცა ეს დუგილის ტემპერატურა რა თქმა უნდა მატულობს. და მეოთხე თვითონ ტრამპი, რომელსაც მე არ მივაკუთვნებდი არც ერთ ვთქვათ იდეოლოგიას, მას თავისი კონკრეტული მიმართულება აქვს, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე. ის დიდი ხანი არის, როგორც იცით, ამერიკულ ბიზნესში განსაკუთრებით და რა თქმა უნდა პოლიტიკაში გადაჯაჭვული არის ეს ყველაფერი. მისი ძირითადი ტაქტიკა ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ, აი ამ ბოლო ერთ თვეში, ანუ ერთი თვე ცოტა მეტი არის ის, რაც პრეზიდენტია, არის შემდეგი, ეს არის
ძალიან არაეთიკური, მკაცრი ტაქტიკა, რომელსაც ბიზნესში ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ, დიდ ბიზნესებშიც კი არ იყენებენ, მაგრამ ეს არის მისი ჩვეული ტაქტიკა, ეს არის win or lose, ანუ უნდა მოიგოს, ან უნდა წააგოს და უნდა მოახდინოს კონკრეტულად მისი მოწინააღმდეგის მაქსიმალურად დემორალიზება, მაქსიმალურად სხვა არაეთიკური მეთოდების გამოყენება, მათ შორის ბულინგი, მათ შორის კლიშეების და ასე შემდეგ, ანუ შეუქმნას ის სიტუაცია, რომლის მეშვეობითაც დაათმობინოს პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები და არ არის კარგი სანახავი, მაგრამ ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც ის იყენებს სხვა მან დაიწყო არა მარტო ახლა უკრაინის მიმართ, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არამედ დაიწყო ჯერ კიდევ პანამის მიმართ და ვთქვათ, მის შედეგებს მიაღწია შემდგომ მექსიკის და კანადის მიმართ და ის აგრძელებს, ანუ ტარიფები შემდეგ კვირაში შედის ძალაში 25%-იანი ერთი თვით გადადო, მაგრამ გუშინ განაცხადა, რომ ის არაპირებს ამაზე უკან დახევას. იგივე გააკეთა, ვთქვათ, აი ამ უფრო თავისი ძალისმიერი პოლიტიკის გამოვლენის კუთხით, თუნდაც Gulf of Mexico's Gulf of America გადაარქვა და ასე შემდეგ. იგივე ტაქტიკა ექნება, იგივე ტაქტიკა ჰქონდა ზუსტად და ამას აღძლიერებდა ეს იარმინის იდეოლოგია, როდესაც ვანსი და ჩაფრინდა ევროპაში და მიუხედავად კონფერენციაზე ის გამოსვლა ჰქონდა, რა გამოსვლაც ჰქონდა. ამიტომ ის ჯგუფები, რომელიც დღესდღეობით არსებობს ამერიკის ვთქვათ პოლიტიკაში, ისინი მას თავისი კონკრეტული მიმართულებები აქვთ. ტრამპს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები, რა თქვენ ვთქვათ, უბრუნდები მკითხვას თუ რა სურს ტრამპს. ტრამპის ინტერესები არის, რომ პირველი რომ პოზიციები გაიძლიეროს, მეორე რომ ის კონკრეტული ბიზნეს ტაქტიკა, რომელიც მას აქვს, მაქსიმალურად ვთქვათ, გამოიყენოს ქვეყნებთან ურთიერთობებში, ანუ ამ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკაში. როგორც ასეთი კლასიკური პოლიტიკოსი ან კონვენციური პოლიტიკოსი არასდროს არ ყოფილა, ის არის ამ შემთხვევაში, ვთქვათ, უფრო ბიზნეს დილერი, ანუ დილებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჰქონდა მას ადრეც, ეხლაც რა თქმა უნდა იგივეს აგრძელებს. და თავისთავად ამ რა თქმა უნდა ის იდეა რომ Make America Great Again ეს მაგას მიმართულება რომ ამერიკა უნდა იყოს ძლიერი და ამერიკა უნდა იყოს ვთქვათ ჰეგემონი მთელ მსოფლიოში ამას ახორციელებს სწრაფი ტემპებით სამწუხაროა ის რაც რა თქმა უნდა ხდება ზოგადად რომელსაც თავისთავად განვიხილავთ უკრაინასთან მიმართებაში და ზოგადად ევროპასთან მიმართებაში, მაგრამ ისევ და ისევ ეს არის ტრანზაქციული პოლიტიკის ნაწილი. არ ვფიქრობ და მე ჩვენ ალბათ გვექნება საშუალება რომ ის იმ კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებს თუნდაც რაღაცა პროცენტით ან ჯარებს გამოიყვანს რომ ევროპიდან ან ნატოდან გამოვა საერთოდ არ ვფიქრობ მაგას ეს არის როგორც გითხარით ეს უბრალოდ ამ ბიზნეს მოლაპარაკების არაეთიკური ბიზნეს მოლაპარაკების ტაქტიკის მისი ჩვეული მანერა და რაც შეეხება უკრაინას, ну, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება საშუალება თქვენს სტუმარსაც მივცეთ. დიახ, მადლობა ბატონ ზვიად, ბატონ გიორგი. ბიზნეს ტაქტიკა აქვსო ბატონ ზვიადი ამბობს და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, თქვენთანაც არაერთხელ გვისაუბრია, ხო, ერთ-ერთ ეთერში თქვენ ბრძანეთ, რომ ბიზნესურად უდგება ქვეყნებს ტრამპი და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე მოქმედებს. როგორ ფიქრობთ, ანუ ეს პროცესი საერთაშორისო პოლიტიკაში რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს და მიაღწიოს მიზანს, რომელიც მას აქვს დასახული. და ამის შედეგად რა ტიპის მსოფლიოს მივიღებთ, ესე ვთქვათ, ვინაიდან არაერთხელ გაგვიკეთებია და გვისაუბრია იმაზე, რომ აი უკრაინის ომამდე მსოფლიო და უკრაინის შემდეგ აბსოლუტურად სხვა იქნებაო, ამაზე საუბრობდნენ ანალიტიკოსები, ახლა უკვე საუბრობენ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიო ისეთი ვერ იქნება, როგორიც მანამდე იყო. აი ამ კონტექსტში რომ გითხრათ თქვენი აზრი. დავიწყოთ თავად იმ ფაქტით, რომ ამერიკული გეოპოლიტიკის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მამა სპაიკმანი ამტკიცებდა ასეთ რამეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა მდგარიყო და მისი ჰეგემონია და მისი სიძლიერე უნდა მდგარიყო არა მხოლოდ საზღვაო ძალების სიძლიერეზე, არამედ საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალ მიმოქცევასა და მოკავშირეებზე. ანუ ეს მესამე კომპონენტი მოკავშირეების კომპონენტი არის ის ყველაზე საკვანძო და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ერთგვარად გარანტიას ქმნიდა იმისათვის, რომ უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, მაღალი რეალობა, რომელიც ამერიკის თავს იდგა, შენარჩუნებულიყო.
რადგანაც ამერიკა იყო არა მხოლოდ სამხედრო ჰეგემონი, არამედ იყო ეკონომიკური ჰეგემონი. სწორედაც ის ამ ორ კომპონენტს ერთდროულად ცვლის და ერთდროულად შეყავს შეაქვს მასში გარკვეული ესე თქვა ცვლილებები. ეს ცვლილებები არ ნიშნავს რომ ის რაღაცა ერთიად ანგრევს ამ სისტემას. სისტემის გრევა შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ რომ ადამიანები არ იცვლებიან. რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რომ რაღაცა ადამიანებს სურთ ახალი წესრიგის დამყარება, მდგომარეობა იმის შესახებ რომ ადამიანებს აქვთ გარკვეული ამბიციები და აქვთ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მიზნები, ეს რეალობა ჯერ კიდევ ესე თქვა ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თეორიასთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენ რეალიზმს, ანუ პრაგმატული პოლიტიკის ფუნდამენტს ვეძახით, ხო? და პრაგმატული პოლიტიკის ფუნდამენტი ყოველთვის გულისხმობდა და ახლაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა არის ის პირველი რომ გადარჩნენ და მეორე რომ იყვნენ ძლიერები. ანუ თუ კი ჩვენ საუბარი გვაქვს ამ ორი კომპონენტის ერთობაზე, ნათელია ის რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ნებისმიერი მოკავშირის ან დაკარგვა, ან მოკავშირის მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ გაჩენა, პრობლემას უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგრამ იზოლაციონიზმი, რომელზეც ხშირად აღარ საუბრობენ ხოლმე და თითქოს ეს ტერმინი ჩაბარდა მართლაც მე-20 საუკუნის პირველივე ნახევარს, ფაქტია რომ იზოლაციონიზმმა გარკვეული დაბრუნება მოახდინა ამერიკულ პოლიტიკაში. ეს არ ნიშნავს იზოლაციონიზმი როგორც სრულ ჩაკეტილობას, რომ მაგერმე გარეშე სამყაროს აღარ უკავშირდები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ნიშნავს სწორედაც აი სპაიკმანისეული პრინციპის გარკვეულ შემოტრიალებას, რომელიც გულისხმობს მოკავშირეებზე დაყრდნობას ზოგადად ფართო რეგიონში, მათ შორის ევროპის ტერიტორიაზე. იზოლაციონიზმი ასევე არ გულისხმობს ჩაკეტვას მარტო ესე ვთქვათ ამერიკის კონტინენტზე, რასაც მონროს დოქტრინა გვეუბნებოდა, რომ ამბობდა, რომ ამერიკამ უნდა აკონტროლოს ესე ვთქვათ როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური ამერიკის ტერიტორიები. არამედ ეს კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ ამერიკისათვის გარკვეული პრიორიტეტები იცვლება. იცვლება არაპოლიტიკური ლოგიკით, მხოლოდ და პირიქით ნაკლებად პოლიტიკური ლოგიკით, არამედ უფრო მეტად ფინანსურ-ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული ლოგიკით. ფინანსურ-ეკონომიკური ლოგიკა არის ის, რომ ევროპაში ბევრი რესურსები არ არის და შესაბამისად იქ რესურსებისათვის ბრძოლა ნაკლებ პრიორიტეტულია და უფრო ეს არის ევროპის საქმეები და ევროპამ უფრო მეტი იზრუნოს ამ უსაფრთხოებაზე. რასაც ხედავთ, ეს მესიჯი სწორად იქნა ახმული პრინციპში გერმანიაშიც, საფრანგეთშიც და ბრიტანეთშიც, რომელთაც დაიწყეს გადაიარაღება და ნათელი გახდა ის რომ თავიანთი უსაფრთხოების დაცვის ერთადერთი გარანტორი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ვაშინგტონი. და მეორე ლოგიკა, რომელიც ამაში მდებარეობს, არის ის, რომ სტრატეგიული ინტერესი შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატების და ფოკუსი სწორდება უფრო მეტად აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეას მიმართულებით, ანუ ავსტრალიის მიმართულებით, რაც ჩინეთთან არის ბუნებრივად დაკავშირებული. აი ამ მთელი ესე ვთქვათ წერტილების შეერთება შეგვიძლია ვიპოვოთ იმ ფაქტში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ უნდა იყოს ბოლომდე ჩაფლული ესე ვთქვათ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე აი ამ ძიმე საომარ კონფრონტაციაში და მისი ინტერესები ახლა მეტად იცვლება და ცდილობს ეს თეატრი, ევროპული თეატრი უფრო მეტად დაუთმოს მართლაც ევროპულ ძალებს. რაც, რა თქმა უნდა, თვისებრივად მოიაზრებს იმას, რომ ამერიკული სტანდარტული ტიპის ჩვენთვის ნაცნობი ჰეგემონია იცვლება. ეს არ ნიშნავს, რომ თავდება ამ სიტყვას ღიად ავიხმარდი, უფრო მეტად იცვლება და გულისხმობს იმას, რომ ამერიკა აღარ ცდილობს იყოს ყველა რეგიონში თანაბრად წამოწოდებული, ყველა რეგიონში თანაბრად ძლიერი და გადაერთოს პრინციპში თავისთვის უფრო საინტერესო და მისი აზრით ეკონომიკური გაგებით უფრო პრიორიტეტულ სფეროებში. მაგრამ და ამით შევაჯამებ, ეს საკითხი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ როგორც კი შენ რეგიონიდან გადიხარ, რეგიონში ჩნდებიან ახალი ძალები. ანუ ჩვენ საუბარი გქონდეს, რომ ამერიკა შეიძლება იყოს სოფლიო ჰეგემონი და ახლა მას რაღაც ჰეგემონიის ახალებული გაგება სურს, მაგრამ როგორც კი ამერიკული ჰეგემონია სადღაც დასუსტება, იმ ტერიტორიას რა თქმა უნდა შეავსებს იმ ასე ვთქვათ ძალის ვაკუუმს, შეავსებს სხვა. აი ამ ვაკუუმის შევსების პროცესი, ეს ვაკუუმის შევსების პროცესი კი იქნება ან ძალიან მასშტაბური ესე ვთქვათ მილიტარიზებული ცივი ომის სახე, ან უარი შემთხვევაში იქნება უფრო მეტად აქტიური ომის ფაზა. და ის სხვა შეიძლება იყოს რუსეთი? ნახეთ რა მაინტერესებს ბატონ ზვიად, თქვენთანაც მექნება ეს კითხვა და ბატონ გიორგისთან, ანუ ევროპის მიმართულებით რა პოლიტიკასაც ახორციელებს და მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ იზრუნონ თავიანთ უსაფრთხოებაზე. ეს ხომ გულისხმობს იმას თავისთავად, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგიდან გავიდნენ ეს ქვეყნები. ეს ხომ ავტომატურად იმას ითვალისწინებს, ბატონ გიორგი, ბატონ ზვიად, რომ უფრო დამოუკიდებელი ხდებიან ეს ქვეყნები უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა მათზე მცირდება.
და ეს პროცესი გარკვეულწილად ფასდება დადებითად და შესაძლებელიაო ამან გამოაღვიძოს საბოლოოდ ევროპა, მაგრამ ეს გარდა ამისა რუსეთის ინტერესშიც არ შედის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ქოლგიდან იყვნენ გასულები ეს ქვეყნები, ვინაიდან ცალ-ცალკე და თუნდაც ევროპის ქვეყნები ერთიანად მისთვის უფრო მარტივად მოსაგერიებელი იქნება მომავალში. აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა და ვიზიარებ ამ თქვენს კომენტარს, რომ დიახ, ეს არის რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებში, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ამას უყურებს სხვანაირად. ამერიკის შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ რუსეთი არ წარმოადგენს მისთვის რაიმე მნიშვნელოვან კრიტიკული საფრთხის, ეგზისტენციალური საფრთხის შემცველ ძალას. შესაბამისად ის რესურსები, რომელიც მიაქვს ევროპას, მისი აზრით არ არის ესე ვთქვათ, აი მართლაც რო ფინანსურად შევხედოთ რა, დანახარჯი რეალურად, ხო? არის ბევრად მაღალი ვიდრე მისთვის არსებული შედეგი. ის არ უყურებს ამას პოლიტიკურად, ის არ უყურებს ამას სტრატეგიულად. სტრატეგიულად ამას უყურებდა რეიგანი, სტრატეგიულად ამას უყურებდა ცივი ომის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციების უმეტესობა, მაგრამ ტრამპს მიაჩნია ცოტა უფრო სხვანაირად. ის ფიქრობს, რომ ევროპა არის საკმარისად იყო მით უმეტეს და ახლაც უნდა გახდეს საკმარისად ძლიერი ფინანსურადაც და სამხედრო ძალებისთვისაც, რომ მან მიხედოს საკუთარ თავს. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები აღარ აღიქვამს რუსეთიდან ან თუნდაც დამოუკიდებელი ევროპიდან მომავალ რაიმე ისეთ საფრთხეს, რომ მას შეექმნას პრობლემა. ამიტომაც არის რომ თქვენი მსჯელობა მაინც დაფუძნებული არის სწორედაც აი იმ ცივი ომისეულ კონცეფციაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობდა, რომ ჩემი ძალის გამოვლინება, ჩემი ძალის ნიშა არის რეალურად ის ჯარი, ის ეკონომიკა, ჩემზე დამოკიდებულება. მაგრამ ახლა მისი აზრით მისი გამოთავისუფლებული რესურსები, რომელიც ევროპაში შეიძლება აღარ წავიდეს, იმდენად ბევრი, სულად ის არ გამოვა ევროპიდან, მაგრამ იმდენად ბევრი აღარ წაიყოს ევროპამ და ცოტა უფრო მეტად თავის თავს მიხედოს, ის ნიშნავს, რომ ამერიკული ინტერესები პოტენციურად გულისხმობს, რომ შეიძლება გადაინაცვლოს სხვა მიმართულებით თავის რესურსებთან ერთად. აი ესეთი მარტივი ფორმულა იკვეთება ტრამპის ადმინისტრაციიდან, თუმცა ერთ რასაც ვიტყოდი არის ის, რომ ერთია რომ ეს რა იკვეთება, მაგრამ მეორე არის რას შეეცდებიან ალბათ ევროპელი ლიდერები, იგივე მაკრონი იყო ჩასული, იგივე ახლა სტარმერი ჩადის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და შესაძლებელია ამას ვადევნებდეთ ცდელობას ჩვენ თვალს, რომ ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას მიმართულება ოდნავ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, შეაცვლებინონ, რადგანაც როგორც ცნობილი არის ჯონ ბოლტონი ამერიკის შეერთებული შტატების დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას მისი მრჩეველი იყო ნაციონალურ უსაფრთხოებაში. ისაც თრამეს ამბობდა, რომ ტრამპი იყო ძალიან არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსი, თუმცა მასზე ზეგავლენას ხშირად ახდენდა გარკვეული ფაქტორები და ალბათ სწორედ აი ამას ვადევნებთ ჩვენ ევროპელი ლიდერებისაგანაც თვალს. ბატონო ზვიად, თქვენი აზრით მაინტერესებს აღნიშნულზე. კი ბატონო, ანუ მე იგივე ხაზი აქვს ახლა რაც შეეხება ამ ევროპასთან მიმართებით, რაც მათ გააკეთეს იგივე მიუნხენის კონფერენციაზე და რა განცხადებებიც იქ გაკეთდა. ეს არის პირველი, რა თქმა უნდა, ეს თვითონ ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ტრანზაქციული გახდა მისი მიდგომა. ტრამპის პირველ პერიოდშიც, მისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდშიც მას ჰქონდა მცდელობა, ესე ვთქვათ, ევროპის მთელი რიგი ძლიერი სახელმწიფოებისა, მათ შორის ნატოს, გერმანია იქნება, ავსტრია იქნება და ასე შემდეგ, მათი დაბულინგების და ასე ვთქვათ, მისი ესე ვთქვათ, იდენტობის სიძლიერის აი ამ გზებით, ასე ვთქვათ, გამოხატვის. გლობალურ ჭრილში რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, ის კონკრეტული თანხები, რასაც ის აიძახს, მთელი რიგ შემთხვევებში ეს არის გაზვიადებული, იქ 350 მილიარდზე საუბარი უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ იმ ნაწილში, რა ნაწილზეც ის ნატოს კუთხით საუბრობს, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს 2%-იც კი არ არის მათი მთლიანი შიდა პროდუქტის დანახარჯები თავდაცვაზე და შეიარაღებაზე, რაც უნდა ყოფილიყო 2.5 და უფრო მეტიც კი ზოგიერთ ქვეყანას, რა თქმა უნდა, 3% და მეტიც აქვს, მაგრამ ციცილად მათ შორის ევროპულ ქვეყნებს დაახლოებით 8 ქვეყანას 2%-ზე ნაკლები აქვს. ეხლა ამით მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ერთი, ვთქვათ, დადებითი ფაქტორი, რომელზეც ყველა საუბრობს, ეს არის ევროპის გამოღვიძება ამ კუთხით და თავისთავად უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ევროპული რაღაც სპეციალური ფონდი უნდა შეიქმნა, სადაც მოხდება ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, გადართვები და გადანაწილება, მათ შორის იარაღის წარმოების კუთხით და მაგრამ ეს ხო ერთ დღეში ვერ მოხდება, ანუ ამას ეს პროცესი არის და შესაბამისად ევროპა
ამ ეტაპზე მაინც მოუმზადებელი არის ზუსტად თუნდაც იმ საფრთხეებთან მიმართებით, რა საფრთხეებიც მოდის რუსეთიდან და რუსეთის რაც ზელენსკიმ ძალიან კარგად ახსენა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შესწევს სამწუხაროდ ძალები იმ კუთხით, რომ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპას დაუპირისპირდეს განსაკუთრებით აი მასის გამოყენების, ანუ ცოცხალი ძალების გამოყენების კუთხით, რაც სტალინი დამომდინარე სამწუხაროდ საუბედუროდ, მოკლედ რუსეთს ამის პრაქტიკა და გამოცდილება აქვს და ნუ ეხლა ვადევნებ თვალყურს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაჭრილი და ეს თქვა ნაომარი ჯარისკაცები ყავს, იმას თქვა ერთი თვე ჰოსპიტალში ამყოფებს და მერე ამ ჭრილობებით უშვებს პირდაპირ სასაკლაოზე, მაგრამ ამ ტაქტიკას იყენებს იმისთვის, რომ ეს ბრძოლა აწარმოოს და ნუ წარმატებებიც აქვს სამწუხაროდ როგორც ვიცით. მაგრამ გლობალურად რო შევხედოთ რა ტრამპის დამოკიდებულებას, იგივეს ვიტყვი, რომ ტრამპი თავის გავლენებს, ანუ ამერიკულ გავლენებს, რაც მას ევროპასთან მიმართებით გააჩნია, სამხედრო ბაზები იქნება თუ შეერაგება იქიდან კონკრეტულად ევროპის ქვეყნებიდან შეიძლება რიშაფლები გააკეთოს, ესე ვთქვათ, გადაიარაღება, რაღაც კონტინგენტის ცოტათი შემცირება, მაგრამ ის ამ ბაზებს ხელიდან არ გაუშვებს. განსაკუთრებით რა თქმა უნდა ეს რუსეთის გაძლიერება, ესე ვთქვათ, ნუ ესე გამოდის ამ შემთხვევაში ჭირდება ჩინეთთან დაპირისპირების თუ ვთქვათ ბალანსის აღდგენის კუთხით და მას ეს კონკრეტული პოლიტიკა უკვე მისი ეს კონკრეტული პოლიტიკა ჩინეთთან დაპირისპირების კუთხით ეს რა თქმა უნდა გამოჩნდა. ის ამ ძლიერი ქვეყნების მიმართ სხვა შორის ძალიან ფრთხილი არის აი ამ შეფასებებში, სუსტ ქვეყნებს და ნუ განსაკუთრებით ვთქვათ სუსტ პოზიციებში მყოფებს ისევ და ისევ აი ამ ტაქტიკით ბულინგს, მათ შორის რაც გამოიყენა თქვა დიქტატორის წოდება ზელენსკის იყენებს, თუმცა იგივე პუტინის მიმართ, იგივე ჩინეთის ლიდერის მიმართ ის ერიდება და პრესკონფერენციებს ატარებს ნებისმიერი კიდევ რაც მისთვის არის დამახასიათებელი, იქ სახელმწიფო მინისტრთა კაბინეტის შეკრება იქნება თუ ვთქვათ ცალკე ვთქვათ ოვალურ დარბაზში რაიმე შეკრება, რაიმე კონკრეტული ღონისძიება ყოველთვის ჟურნალისტები აქ თან ახლავს და შესაბამისად არის საშუალება მისი კონკრეტული პოლიტიკის თუ ვთქვათ ნააზრევის გაანალიზების ამ ინფორმაციის საფუძველზე და მათ შორის გუშინ სხვა შორის ძალიან ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კარგი კითხვა დაუსვა ავღანეთიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს მისი ხელმოწერილი იყო, მაგრამ მის პროცესში არ დაწყებულა განსაკუთრებით განიცდის პროგრამის ბაზის დაკარგვას და იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა იმ ტექნიკის ოდენობის ტექნიკის როგორც სამხედრო ტექნიკის ასევე თავისთავად შეიარაღების ფაქტიურად თალიბანის ხელში აღმოჩენას. მან ესეთი განცხადება გააკეთა, რომ ის არ აპირებს პროგრამის ბაზის დათმობას, სპეციალურად როგორც ჩანს რაღაც კონკრეტული პროექტი აქვს უკვე და თავდაცვის მინისტრს ამასთან დაკავშირებით ვთქვათ იქ საჯაროდაც მოხდა ამის გაჟღერება, რომ პროგრამის ბაზა უნდა იყოს დაბრუნებული, ისევე როგორც შეიარაღება. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად რამოდენიმე საათში არის, 1 საათში თუ საათნახევარში არის ზუსტად იმ ტერიტორიებიდან, სადაც განლაგებული არის ატომური იარაღი და ატომური იარაღის წარმოება მიმდინარეობს ჩინეთზე მაქვს საუბარი. ამიტომ ეს გავლენები, რაც მას მსოფლიოზე გააჩნია, ის ამ გავლენებს რა თქმა უნდა არ დაკარგავს, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ევროპაზე. ტრანზაქციული ისევ და ისევ თუ ესე ვთქვათ პოზიტიური ტერმინის გამოყენება შეიძლება პოლიტიკის მიმართ ის ამას გააგრძელებს და განსაკუთრებით აიძულებს და ევროპას იძულებული იქნება და კარგია ეს რა თქმა უნდა დამოუკიდებლობის კუთხით, თუმცა ისევ და ისევ სამწუხაროდ მოკლე ვადიან პერიოდში და საშუალო ვადიან პერიოდში მაინც მოწყვლადი იქნება ევროპა სამხედრო კუთხით ამერიკის ვთქვათ დახმარება ამერიკის განსაკუთრებით 20 წლიანი ვადის პერიოდში ტრამპის მმართველობის პერიოდში თუ უფრო იქითაც არა ამერიკის დახმარება აუცილებელი და გადამწყვეტი იქნება ნუ დიდ მასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პირობებში მაგრამ ეს რა თქმა უნდა პოზიტიური არის ევროპისთვის ის გამოფხიზდა და იმედია რომ ვთქვათ გააძლიერებს თავის შეიარაღებას და განსაკუთრებით უკრაინას და საინტერესოა არის თუ არა ეს პოზიტიური თავად უკრაინისთვის.
და შემდეგი კითხვა, ბატო გიორგი, იცით რა მაინტერესებს, თქვენ იცით რომ ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება ვოლოდიმირ ზელენსკი და შესაბამისად მოხდება იმ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომელზედაც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს პირველ ეტაპზე ზელენსკიმ უარი თქვა, ხელი მოეწერა, აქ წიაღისეულზე არის საუბარი, ხელი მოეწერა ამ შეთანხმებაზე, თუმცა მოგვიანებით გაცხადდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ხელი მოეწერება. აღნიშნული შეუწყობს თუ არა ხელს, ახლა მშვიდობაზე საუბარი, არ ვიცი რამდენად სწორი იქნება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის დროებით ცეცხლის შეწყვეტას ხელს და აქვე და აქაც მაინტერესებს რუსეთის მიდგომები ცხადია და არაერთხელ გაავრცელა საერთაშორისო მედიამ თუ რა მოთხოვნები წამოაყენა ამ მოლაპარაკებების დროს, თუმცა ბუნდოვანია რა სურს ამ პროცესისგანაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ვინაიდან ისეთ განცხადებებს აკეთებს, ძალიან რთულია რამე, ანუ ბუნდოვანებას აღრმავებს ეს განცხადებები, იგივე დიქტატორთან დაკავშირებით, ზელენსკის მიმართებით, იგივე მის რეიტინგთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნულზე გაცხადდა, რომ თითქოს და რუსულმა მხარემ ზელენსკის შეცვლაც კი წარმოადგინა ერთ-ერთ მოთხოვნად ამ შეხვედრაზე და მას შემდეგ გააკეთა დონალდ ტრამპმა ამ მის რეიტინგზე განცხადება და რომ აუცილებელია არჩევნები ჩატარდეს უკრაინაში. აი ამ წრილშიც თქვენი აზრები გაგვიზიარეთ და შემდეგ უკვე ბოლო კითხვა მექნება. თქვა თავად ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებზე მაღალი თამასით აწესება უცნაური არ არის. ეს არის ძალიან ისეთი მარტივი მიდგომა რუსეთის მხრიდან, ის ცდილობს მოითხოვოს მაქსიმუმი, რათა მიიღოს თავისი ის პროგრამა, საშუალო ამ პროგრამა ოპტიმისტური, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. და პრეზიდენტი ზელენსკის შეცვლა არის მისი ერთ-ერთი მთავარი სურვილი, რადგანაც ის ფიქრობს, რომ ამით შეიძლება უკრაინაში მოიყვანოს ის ადამიანთა ჯგუფი, რომელზეც ექნება უფრო მეტი ზეგავლენა, ან კიდე უფრო უარეს შემთხვევაში ამ უკრაინაში გამოიწვიოს შიდა დაპირისპირება, რადგანაც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს შორის გაჩნდება ესე იგი უფრო მეტი ანტაგონიზმი. ეს რუსული მიდგომა, ეს ახალი მიდგომა არ არის, მაგრამ ისეთი საკმაოდ აპრობირებული მეთოდია რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ რუსეთის თავარი, როგორ ვთქვა, ძალა მდგომარეობს მის ამ საინფორმაციო, პოლიტიკური და სადაზვერვო კამპანიების ქსელში. თორემ მისი სამხედრო ძალები, როგორც აჩვენებენ, რა შედეგებსაც აჩვენებენ, უკვე მეოთხე წელი დაიწყო და ვიცით, რომ მათ ესე თქვა ეს მაინც და მაინც ძალიან მაღალი შედეგი ვერ დადეს, ხო? უფრო მაღალ შედეგს დებენ ისინი ამ სწორედაც პოლიტიკურ, სადაზვერვო და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. რაც შეეხება ზოგადად შეთანხმებას, ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე, თუ კი ამის შემდეგ არ მოყვება უკრაინის სწრაფი აქტიური მილიტარიზაცია და გარკვეული გარანტიების მიცემა და გავიმეორებ, რომ გარანტიები თავისთავად რეალურად ესეთი რამ არ არსებობს, იმიტომ რომ აბსოლუტური გარანტია არაფერს არ არსებობს. ყოველთვის ნებისმიერ გარანტიას აქვს თავისი ნაკლოვანებები და თავისი, ესე ვთქვათ, კითხვები. მაგრამ რაც შეეხება ზოგადად შანსებს, რაც უფრო მეტად მილიტარიზებული ხარ, რაც უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტია გაქვს, ესე ვთქვათ, შენი მოკავშირეების მხრიდან მიღებული, ან თუ გაქვს ატომური შეერაღება, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ გადარჩე და კონფლიქტი აღარ განახლდეს. მაგრამ აი მოცემულ შემთხვევაში, ან როდესაც შეთანხმება იდება ახლა ამერიკის სახალხო ხელისუფლებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის, სავარაუდოდ დაიდება შეთანხმება, თუმცა ჯერჯერობით ისე მიმდინარეობს ეს აქტიური საჯარო კამპანიები, ხო, საჯარო საინფორმაციო კამპანიები, რაც სხვათა შორის ეფექტური მიზანია, ეფექტური მეთოდია მართლაც, ხო, თამასის მაღლა აწევა და ერთმანეთზე საინფორმაციო ზეწოლის მოხდენა. აი ამ მოლაპარაკების ესე ვთქვათ, საბოლოო შედეგი რეალურად რა იქნება? გამოჩნდება იმ შემთხვევაში და იმ ფონზე, თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს აქტიურ სამხედრო დახმარებას და ფინანსურ დახმარებას უკრაინისათვის, რადგანაც სხვა ყველაფერი აი უბრალოდ იმის იმედად ყოფნა, რომ ამერიკის ინტერესები იქნება უკრაინაში, ბიზნეს ინტერესებს გულისხმობ და რესურსების ინტერესებს გულისხმობ და შესაბამისად ამერიკელები ამიტომაც უკრაინას არ დათმობენ. ეგ არის სამწუხაროდ ძალიან ესეთი ზედაპირული იმედები, იმიტომ რომ ეგ იმედი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს ნებისმიერ რესურსს შორის და გაიცვალოს ნებისმიერ სხვა რამეზე. ამიტომაც არის რომ ახლა უკრაინისათვის ცეცხლის უბრალო შეწყვეტა პრიორიტეტი არ არის. მეტიც არათუ პრიორიტეტი არ არის, იქ შეიძლება ბევრად მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს უკრაინის შიგნით
და შექმნა ძალიან ცუდი პრეცედენტი, მათ შორის დაპყრობითი ომის და რუსეთმა ამოისუნთქოს ერთგვარად, რომელიც მას ახლა სამხედრო ეკონომიკის თვალსაზრისით უდგას. უფრო ეკონომიკის ვიდრე სამხედრო ეკონომიკის, იმიტომ რომ სამოქალაქო ეკონომიკა უფრო მძიმე მდგომარეობაში აქვს ვიდრე სამხედრო ეკონომიკა მას. ამიტომაც აი ამ ასე ვთქვათ ერთგვარი შეჯამება რა გავაკეთოთ და ვთქვათ აი ამ შეთანხმების შესახებ ეს შეთანხმება თვისებრივად არაფერს არ შეცვლის. ეს შეთანხმება არის ერთგვარი იმის ჩვენება უკრაინის ასე ვთქვათ ხელისუფლების მხრიდან რომ ამერიკასთან ეს გარკვეულწილად ინტერესები და კონტაქტი კვლავ აქვთ და ამერიკის მხრიდან არის იმის ჩვენება საკუთარი ასე ვთქვათ ამორჩეულთან დაკავშირებით რომ ისინი უბრალოდ არაფერს არ აძლევენ და რაღაცებში უცვლიან მათ, მაგრამ რეალურად რა იქნება ამ შეთანხმების შემდეგ არამუხლობრივად, არამედ პოლიტიკური ნების თვალსაზრისით გამოჩნდება. ამიტომ არ ამგონია მოლოდინი რომ აი შეთანხმებაში რაღაც წერია და ამიტომაც ის ასრულდება აპრიორი ასე უნდა შევხედოთ საკითხს, არამედ ისე თუ რა პოლიტიკური განცხადებები და ნება მოყვება ამ ყველაფერს შეთანხმების დადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. აი სწორედ ეს წარმოაჩენს ყველაზე მეტად სურათს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწყებული განცხადებები, ესე ვთქვათ, უკრაინასთან მიმართებით, მის ხელისუფლებიდან გამომდინარე, ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ ამ ყველაფერს რუსეთში, ძალიან დიდი პოლიტიკური მოლოდინები და პოზიტიური იმედები გააჩნიათ მათ, მაგრამ ეს ასევე, რა თქმა უნდა, ასე როგორც აღინიშნა არაერთხელ, ევროპისათვის წარმოადგენს არა მხოლოდ გამოღვიძების საშუალებასა და გამოღვიძების მიზეზს, არამედ წარმოადგენს იმპოტენციურ იდენტობის დაბრუნების საკითხსაც, რომელიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარკვეულწილად დაკარგული ჰქონდა და საუბარი მაქვს იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ ძალებად ჩამოყალიბებას, რომელიც პრაქტიკულად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას აღარ ჰქონდა და ახლა აქვს მას ხელახალი შანსი. და სხვათა შორის ამით დავასრულებ კომენტარს, სხვათა შორის აქვე ჩვენ ასე ვთქვათ ამ მთელი წვადიდან გარეთ ვრჩება თურქეთი, რომელიც არ მგონია რომ სწორი იყოს თურქეთის გარეთ დატოვება, იმიტომ რომ თურქეთის ინტერესები არც ერთ შემთხვევაში არ იქნება რუსეთის გაძლიერება, რომელიც ისტორიულადაც და თანამედროვე პოლიტიკური თვალსაზრისითაც თურქეთის ეგზისტენციალური ინტერესების საფრთხის შემცველი არის შავი ზღვის აუზის და აკვატორიის ტერიტორიაზე. კი ბატონო, მადლობა ბატონო გიორგი, ბატონო ზვიად. ბუნებრივია, მე თქვენი აზრიც მაინტერესებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, აი ბატონი გიორგი სვამდა კითხვას ამ შეთანხმების შემდეგ რა იქნებაო. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ შეთანხმების შემდეგ გაგრძელდება თუ არა, თუნდაც იმ ფორმატით, რა ფორმატითაც დღემდე ხორციელდება სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და ზოგადად რას შეცვლის ეს ხელშეკრულება, ეს შეთანხმება, თქვენი აზრით რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს? ის შეთანხმება, ანუ ჩარჩო ხელშეკრულება, ანუ ასე ეს იქნება პრინციპების დონეზე, აქ არ იქნება რაიმე კონკრეტული, ეს ვთქვათ, დეტალიზებული ხელშეკრულება, კონკრეტული, ვთქვათ, თანხებით, ამოცულობებით და ასე შემდეგ, ეს იქნება ეგრეთ წოდებული framework agreement, ანუ ჩარჩო ხელშეკრულება, მაგრამ კარგია რომ იქამდე მივედით და ესეც რა თქმა უნდა უკრაინის ძლიერი ლიდერის ზელენსკის დამსახურება ის პირველი ვარიანტი რომელიც მას დაუდეს და ის ყველაფერი რაც მოყვა ეს იყო ფაქტიურად ვთქვათ ემოციების დიდი კასკადი პირველი ვარიანტი ეს ამ ხელშეკრულების იყო რომ 500 მილიარდ უნდა შექმნილიყო სპეციალური ფონდი გადაცემოდა ყველა ვთქვათ მინერალითა დაკავშირებული რესურსები მათ შორის მოქმედი ნავთობისა და გაზის კომპანიების შემოსავლების ჩათვლით და ეს უნდა მოხდარიყო ამ თანხების აკუმულირება 500 მილიარდამდე ამერიკის შეერთებული შტატების დოლარამდე და მთლიანად 100% იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრება. Ну ეს იყო რა თქმა უნდა პირველი მიუღებელი და როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე მიდგა საუბარი, იქ იმ შეხვედრაზე, როდესაც ფინანსების სისტემები და მათ შორის მოლაპარაკებლები და ასევე ხაზინის სახელმძღვანელიც იყო, იქ სამწუხაროდ გაჟღერდა ორი ესე ვთქვათ ქვეყნის ძალები, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან. მთელი რიგი სხვა წყაროს ინფორმაციით, მათ შორის იყო საუბარი ჩინეთსა და ბრაზილიის შეერთებული ძალების ჩაყენებაზე, როგორც ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიებზე და ზუსტად ამან გამოიწვია შემდგომ წყობილებთან გამოყვანა ზელენსკის და იქ ყველის კი იყო იმ ოთახში მთელი რიგი სხვა პირების მიერ გადმოცემული ინფორმაციით. აი ამან გამოიწვია შემდგომ უკვე ეს ტრამპის
გაღიზიანება და შემდგომ იმ კონკრეტული ეპიტეტებით მოხსენიება ზელენსკის, მაგრამ ეს ისევ და ისევ ვამბობ, ზელენსკი რომ ყავდეს უკრაინას თვითონ ასე ვთქვათ პირადად როგორც ადამიანი და როგორც ასე ვთქვათ ლიდერი, ისევე როგორც ევროპას ეს იქნებოდა არც კატასტროფულ შედეგებიც კი შეიძლება მისულიყო ჯერ კიდევ ომის დასაწყისის პერიოდიდან. ის ხელშეკრულება, რასაც რაზეც ხელმოწერას მან მიაღწია, ეს არის მისი პირადი დამსახურება და რა თქმა უნდა ის ეპიტეტები, რომელიც მას მოყვა და ზოგადად ეს პროცესი ეს პირიქით ჩამოტრიალდა მის სასარგებლოდ, მოხდა როგორც იცით საკეთ ამატებით ხალხში გამოკითხილი სოციოლოგიური კვლევა და პირიქით დაახლოებით 5-6%-ით კიდევ აეწია მას რეიტინგით უმეტით არა ქვეყნის შიგნით იმ ბოლო გამოკითხვებთან მიმართებაში რაც მას ჰქონდა და იგივე იძულებული შეიქმნა შემდგომ ის ოპოზიციური თუ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ვთქვათ ჯგუფები რომ ხარდაჭერა გამოეცხადებინა და პარლამენტმაც მისი ვთქვათ კონკრეტულად ზელენსკის და ზელენსკის მთავრობის ხარდაჭერის ცალკე რეზოლუცია მიიღო და დაამტკიცა, რაც მნიშვნელოვანია. ზელენსკის ის ნაბიჯი, რაც შემდგომ ეხლა ჩვენ ველოდებით ამ პარასკევს იქნება უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ის ფორმატი რა ფორმატიც მან მიიღო და ამ ფორმატზე დასტური ტრამპისგან რომ ოვალურ დარბაზში მოხდება ამ ხელშეკრულებას ხელმოწერა ეს არის მნიშვნელოვანი ეს მნიშვნელოვანია თვითონ პოლიტიკური თვალსაზრისით რომ მან მოახდინა მნიშვნელოვანი კრიზისის მიუხედავად რაც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ამ კრიზისის ძალიან თქვა წარმატებულად დაძლევა ის რაზეც საუბრობდით და რაზეც იყო საუბარი რომ რა თქმა უნდა სასიცოცხლო ჭირდება უკრაინას ყოველ შემთხვევაში ის სტატუს quo ანუ შეიარაღების მიღება ბრძოლის გაგრძელება შეწყვეტა თავისთავად რა თქმა უნდა ეს იგი იქნება თუნდაც მაგალითად და საომარი მდგომარეობის მოხსნა ეს იქნება რუსეთისთვის დამატებითი ძალების დამატებითი ვთქვათ სივრცის გაჩენა იმისთვის რომ გადავიდეს შეტევაზე ბევრმა თუნდაც ვთქვათ სამხედრო ასაკის ადამიანმა შეიძლება აი ამას ეხლაც ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც არის საომარი მდგომარეობა ეგრეთ წოდებული მარშალ არის რომ ბევრი სამხედრო ასაკის ადამიანი არის ქვეყანაში და შესაბამისად მას ქვეყნის დატოვების საშუალება უფლება არ აქვს და თავისთავად ის ბრძოლის განწყობა და ჟინიც არსებობს და ეს თუ მოიხსნა შემდგომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ერთიც პოზიციების დათმობა მეორეც ერთი თავისთავად არის მოლოდინი რომ გადინებაც მოხდეს ქვეყნიდან. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი ამ სტატუსის შენარჩუნება. ის კითხვა რაც თქვენ დასვის, ანუ იმ რაოდენობით იქნება იარაღის მიწოდება, იმ რაოდენობით ეს ვთქვათ კონკრეტული ვთქვათ შეიარაღების გაგზავნა ამერიკის მხრიდან, ეგ არავინ არ იცის სამწუხაროდ, ეგ რეალობა არის რეალობა. თუმცა რა თქმა უნდა ის კარგი ამ ყველაფერში არის ის რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა მაინც მოხდება ამ ვთქვათ უკრაინის ლიდერის მიღება უვალურ დარბაზში და როგორც თანასწორი ვთქვათ თავიდან როგორც იცით იგივე ამ ტრანზაქციული პოლიტიკიდან გამომდინარე ტრამპი საერთოდ არ განიხილავდა უკრაინას როგორც პროცესის მონაწილეს მაგრამ ზელენსკიმ შემოატრიალა პროცესი ისე რომ უკრაინა აუცილებლად არის ამ პროცესის მონაწილე და შესაბამისად ის ევროპელი ლიდერების დღევანდელი ვიზიტი, ისინი დღეს უკვე ტრამპის ადმინისტრაციას თან უკვე შეხვედრები არის და ტრამპს შეხვდებიან, რა თქმა უნდა ადასტურებს იმას, რომ ევროპამ გამოიღვიძა და პროცესების მონაწილე ხდება. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ რა თქმა უნდა ეს ამას ყველაფერს კარგად იყენებს რუსეთი და მათ შორის ლავროვიც აკეთებს განცხადებებს, რომ იქ მე საერთოდ არ ვიცი რა ევროპულ ძალებზეა საუბარი, რა ნატო ჩარების ნებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ეს მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და გახდა ვთქვათ საჯარო და თავისთავად ის რომ თუნდაც მაგალითად ტრამპს აქვს ამბიცია რომ ეს პრობლემა ის ამ პრობლემას მოაგვარებს და მოაგვარებს მოკლე ხანებში ეს მაინც პოზიტივის გაცვლას ტოვებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ტრამპისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ რა პირობებით მოხდება ამ შეთანხმების მიღწევა. აქ რა პირობებში ვგულისხმობ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის. ანუ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მიღწეულიყოს და შეჩერდეს ომი და არ აქვს მნიშვნელობა რა პირობებით.
იმიტომ რომ რამდენიმე განცხადება მოვისმინე ის რომ უკრაინის დამარცხება ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების დამარცხებასო. როგორც ვაკვირდებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე არ თვლის. და შესაბამისად აქედან გამომდინარე, ანუ მისთვის რა არის ყველაზე მთავარი, ყველა პირობებით და შედეგით მიღწევა ამ შეთანხმების თუ გარკვეულწილად რაღაცეებიც შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი იყოს ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. მოსკოვში აღიქვამენ, რომ მამობს აწარმოებენ ისინი ევროპისა და ზოგადად კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ. თუ კი კოლექტიური დასავლეთის მათ შორის რომლის ლიდერიც იყო ამერიკის შეერთებული შტატები, მისი მოკავშირის დამარცხება მოხდა, რა თქმა უნდა ეს გულისხმობს ირიბად ასევე დასავლეთის გარკვეულ მარცხსაც. ტრამპისათვის მნიშვნელოვანი არის შეწყდეს ცეცხლი და მას ჯერა იმის, რომ რუსეთი მას ხელახლა ვერ გაუბედავს ამ შეთანხმების დარღვევას და ომის დაწყებას, სანამ ის იქნება პრეზიდენტი. შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტული არის ის, რომ მან თქვას, რომ აი მე შევწყვეტე ცეცხლი და სანამ მე ვიყავი და ვარ პრეზიდენტი, ცეცხლი არ განახლდება, რაც არავინ არ იცის ეგრე იქნება თუ არა, მაგრამ ამასთანავე რუსეთს შეუძლია მოიცადოს. იმიტომ რომ რუსეთი არის სხვა ტიპის სახელმწიფო, რომელსაც აქვს იმის ფუფუნება, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მოიცადოს, ამოისუნთქოს, კიდევ უფრო მეტად მოძლიერდეს. ამასობაში სიტუაცია არიოს ბალკანეთში, ამასობაში სიტუაცია არიოს კავკასიაში, შუა აზიაში შეუძლია აწარმოოს დამატებითი სხვა სახის კონფლიქტები. ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატები ფოკუსს გაასწორებს უფრო მეტად ჩინეთზე. რუსეთს შეუძლია ევაჭროს ტრამპს და უთხრას, რომ ის არის ძალიან ეფექტური საშუალება ჩინეთის წინააღმდეგ. ამიტომ აი ეს რუსეთს ძალიან ბევრი სხვა საჭადრაკო სვლა აქვს. ეს არის ძალიან მარტივი. მას შეუძლია საკუთარი თავი წარადგინოს როგორც პოტენციური ხიდი ჩინეთის წინააღმდეგ, ან ჩინეთთან მოლაპარაკებებში. განა რეალურად ის ჩინეთს მართლა დაუპირისპირდება. მე ძალიან მეეჭვება, რომ ჩინეთს გადაუდგეს რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთისათვის ეს ის ბანკოს კარტია, რომლის სვლის შემთხვევაში ის ყოველთვის წარმატებული იქნება, ხო? მას ეს ჯერა ყოველ შემთხვევაში. შესაბამისად, აი ამ მოცემულობაში მაღალია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა ძალიან ბევრი ტრამპს ამ შეხვედრის შემთხვევაში ძალიან ბევრი ისეთი რამ შესთავაზოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც მოქმედ ადმინისტრაციას მაღალი ალბათობით შეიძლება სჯეროდეს, რომ მართლაც ეს იქნება გარკვეული წარმატება, იმიტომ რომ მისთვის მიღწეული შედეგი შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს იმის საშუალება, რომ ამერიკამ რესურსების სხვა მიმართულებით წარმართოს, ან უკრაინიდან რესურსების ამოღებაზე დათმოს უფრო მეტი დრო. ამასობაში ჩათვალოს, რომ რუსეთი ცეცხლს აღარ განაახლებს. შეიძლება ვიხილოთ, რომ გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, ისეთი შეთანხმება დაიდოს, რაც იდეაში დაარწმუნებს ტრამპს, რომ რუსეთმა ვერ მოიგო მაინც და მაინც ეს ომი, მაგრამ რუსეთს დარჩეს გარკვეული ტერიტორიები, რაც სინამდვილეში შექმნის დაბრუნებითი ომის პრეცედენტს და ის იქნება კატასტროფა დასავლეთისათვის. მაგრამ ტრამპისათვის ნათელი ერთი რამ, რომ მისთვის არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი იმდენად პრიორიტეტული აღარ არის, როგორც მაგალითად იგივე იყო ეს ბილ კლინტონისათვის, ან შეიძლება ყოფილიყო რეიგანისათვის, ჯორჯ ბუშ უფროსისათვის და ასე შემდეგ. ანუ ეს თვისებრივად ჩვენ ვქავადევნებთ იმ ადმინისტრაციას, რომლებიც ძველებური შეხედულებებით აღარ აზროვნებენ. მისთვის აღარ არის რუსეთის შეკავება მთავარი პრიორიტეტი, მისთვის მთავარი პრიორიტეტი არის ჩინეთის შეკავება. და იგი მოიაზრებს, რომ იდეაში რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება გულისხმობდეს იმის გარანტიასაც, რომ სანამ ტრამპია რუსეთი ამას ვერ გაბედავს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ არასწორი იქნებოდა მხოლოდ ამ ჭრილში მრჩევლობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპელი ლიდერების მხრიდან ჩარევა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის მოკავშირეების მხრიდან ჩარევა და ასევე ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედაც, ესე ვთქვათ, სატარიფო პოლიტიკის შედეგად დადგება და დგება ევროპასთან და ზოგადად მის ყოფილ მოკავშირეებთან ურთიერთობაში. აი ეს იქნება ერთგვარი შეიძლება ბიძგების ესეთი პოლიტიკური ბიძგების გამომწვევი, ეკონომიკურიდან გამომდინარე პოლიტიკური ბიძგების გამომწვევი, რაც თვისებრივად შეიძლება გახდეს მოგვიანებით ტრამპის პოლიტიკის შეცვლის მიზეზი და პრინციპში ვიხილოთ ჩვენ სრულიად ახლებური მიდგომა. და სხვათა შორის ევროპა ამისთვის მზად არის. იმის თქმამდე, რომ ევროპისათვის ტრამპის მხრიდან შეცვლილი პოზიციები უცნაური არ არის, მის ამისთვის მზად არის, თუმცა ევროპისათვის ერთი რამ ნათელია. რომ ის ძველი გამოთქმა, ამერიკული გამოთქმა, მართლაც ბიზნეს გამოთქმა, რომ ყველა კვერცხი ერთ ჭურჭელში არ უნდა ჩადო, სწორედაც აი ამის რეალობას ვადევნებ თვალს ახლა ევროპისათვის, რომლებიც მიხვდნენ, რომ რაინმეტალი იგივე გერმანიაში უნდა გადავიდეს ძალიან აქტიურად სამხედრო წარმოებაზე, რომელიც როგორც მის პოლიტიკურ პოზიციებს არგებს, ასევე მის ეკონომიკურ პოზიციებსაც არგებს საერთაშორისო ვითარებაში.
კი ბატონო, ბატონზვიად აღნიშნულ საკითხზე თუ გნებავთ თქვენი აზრი გაგვიზიარეთ და აქვე გკითხავთ, მე ბოლო შეკითხვა მექნება ორივესთან საქართველოსთან დაკავშირებით, ვინაიდან და რადგან, როგორც საუბარში აღნიშნეთ, ტრამპის დამოკიდებულება და პოლიტიკა არის უფრო ბიზნესური და შესაბამისად, როგორც თქვენ ბატონზვიად ასევე აღნიშნეთ, შეიძლება დემოკრატიული ღირებულებებზე აქცენტი ახალი ადმინისტრაციის პირობებზე არ იყოს, აქედან გამომდინარე საქართველოსთან დაკავშირებით, რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ხვდებით, რომ პრიორიტეტებში დღეისდღეობით, რასაც ვხედავთ, ჩვენი რეგიონი და საქართველო არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეულწილად ალბათ თავისი ინტერესებიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენს რეგიონში. აქედან გამომდინარე, თქვენ როგორ ფიქრობთ, იქიდან თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესურ მიდგომაზე, აქედან გამომდინარე, რა მიდგომა შეიძლება გქონდეს ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებაში? კი ბატონო, ანუ საქართველოსთან მიმართ ჯერჯერობით როგორც ისეთ ან გლობალური პოლიტიკის თემებით არის ტრამპი დაკავებული და დაინტერესებული, მაგრამ აქ თავარი არის ზუსტად ის პოლიტიკური წრე, რომელიც საქართველოში არსებობს ოპოზიციაზე მაქვს საუბარი, მათ უნდა მოახერხონ და ვთქვათ ამ ახალ ადმინისტრაციასთან კონკრეტულად ჯერ იპოვონ კონტაქტები და გასასვლელი და შემდგომ რა თქმა უნდა იმუშაონ სერიოზულად. როგორც იცით, არსებობს სხვა ლობისტური ჯგუფები, რომლის გამოყენება ამ კუთხით რა თქმა უნდა შეიძლება და მცირე, ვთქვათ, აი ეს სამუშაო უნდა აწარმოონ მათ. მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ რა თქმა უნდა ამერიკა თავის ინტერესებს და მით უმეტეს ტრამპის პირობებში არ დათმობს არსად და განსაკუთრებით ინვესტიციებს და ტრამპი უყურებს ბიზნესურად თუ რა კონკრეტული ინვესტიცია განხორციელდა და სად, რა დანახარჯები აქვს კონკრეტულ ქვეყნებში და შესაბამისად რა კონკრეტული აქტივები გააჩნია, რომელსაც ის ვთქვათ იგივე განსაკუთრებით იმ ჭრილში რომ ვთქვათ ავღანეთი დათმო და ბაგრამის ბაზისა ვთქვათ უკან დაბრუნება უნდა ის მსგავს ტრანზაქციებს უყურებს უბრალოდ ესე ტრანზაქციულად. განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, გეოგრაფიული მდგომარეობა და ის ნავთობა და გასადენი, რომელიც საქართველოსზე გადის და შესაბამისად ის გზა, ანუ თვითონ გეოგრაფიული კუთხით კორიდორის ფუნქცია, რომელიც მას აქვს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ის პორტი, ანუ ამ შემთხვევაში საუბარი არის ანაკლის პროექტზე და როგორც იცით, თვითონ ანაკლის პროექტის მფლობელი უნდა გახსნილიყო ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, არა მარტო ის, არამედ ტრამპის გუნდში არიან ძალიან ბევრი ადამიანი, პროფესიონალი მათ შორის და რესპუბლიკურ პარტიაშიც, რომელიც ვთქვათ ტრამპის ვთქვათ გუნდში მოიაზრება, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, მის რესურსებს და მის მდგომარეობას და განსაკუთრებით ეს ვთქვათ შავ ზღვაზე ოპერირების ნაწილში და დიდი გადაზიდვების ნაწილში ანაკლის პორტი, ანაკლის პროექტი არის მნიშვნელოვანი. ისევე როგორც შეიძლება დაინტერესება მთელი რიგი სხვა საკითხებით, მათ შორის არსებობს ასევე პროექტიც, ვთქვათ, იგივე ოპოზიციის და სხვა ვინც დაინტერესებულია, რომ ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციასთან კონდეს მოლაპარაკებები, არსებობს დიდი პროექტი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიის ნაწილში არის და ჩვენ ტერიტორიულ წყლებში შედის, უბრალოდ მას უნდა დაფინანსება, სადაც შესაძლოა კვლევების ჩატარების შედეგად აღმოჩნდეს ნავთობის ძალიან დიდი რესურსები. ეს პროექტი ჯერ კიდევ არსებობდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ფარგლებში, უბრალოდ ინვესტორი არის საჭირო, რომ ის კვლევები ვაწარმოოთ. ამიტომ მთელი რიგი სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე დაწყებული გეოპოლიტიკური დამთავრებული ვთქვათ რესურსების კუთხით საუბარი უნდა იყოს ზუსტად ეხლა ეს ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა იდგნენ და პრეზენტაციას აკეთებდნენ ტრამპის ადმინისტრაციაში იმ თვალსაზრისით რომ საქართველოს დაბრუნდეს ამერიკის ინტერესების ორბიტაზე, მაგრამ ისე და ისევ ის გასაგებია რომ ვთქვათ ეს დემოკრატიული პროცესები ნაკლებად დაინტერესებს და შესაბამისად ამას როგორც ნახეთ USAID-ის პროგრამის გაუქმება მოყვა, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ რესურსების და ტრანზაქციულ ჭრილში ამერიკა თავის ინვესტიციას და თავის ინტერესებს არ დათმობს, მათ შორის საქართველოში.
მადლობა ძალიან დიდი ბატონ გიორგი. მოკლედ თქვენც გითხარით ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და რეგიონი როგორ უყურებს ასე ვთქვათ, როგორი ინტერესი ექნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ადმინისტრაციას. კარგი არის ის, რომ საქართველო არ არის მიმული არც ევროპის საკითხებზე, ამერიკის თვალსაზრისით და არც უკრაინის საკითხებზე. საქართველო უფრო და კავკასია უფრო განცალკევებულად დგას. ჯერჯერობით არ დაწყებულა დღის წესრიგი ამ თემაზე განსახილველად და ანალიზისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი შუა დერეფანი, რომლის ალტერნატივაც აი ამ არსებულ მძიმე გეოპოლიტიკურ სურათში, ეკონომიკური დერეფანზე მაქვს საუბარი, არ აქვს. არ აქვს არც ამერიკის შეერთებული შტატებს და არც ევროპას. ამიტომაც წმინდად გეოსტრატეგიული თვალსაზრისით და გეოენერგეტიკული და გეოეკონომიკური თვალსაზრისით კავკასიის გასაღები არის საქართველო და შესაბამისად საქართველოს საკითხი არის კვლავ ღია და მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ მართლაც ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება რეგიონით კიდევ ერთხელ შეიძლება მოხდეს არა მაინც და მაინც ფასეულობიდან გამომდინარე, როგორც ის შეიძლება აქამდე ხდებოდა, ან შემდგომში მოხდეს, არამედ წმინდად უფრო მეტად ეკონომიკური თვალსაზრისით. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან დისკუსია. მე რადიო მსმენელებს შევახსენებ ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჩვენს კითხვებს ვია ცხვიტარიძე, საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის საკითხებში ექსპერტი და ასევე გიორგი კოპერიძე, პოლიტოლოგი. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. მადლობა.